ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოძებნა შესაძლებელია საარჩევნო რუკაზე. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა 23 სექტემბრის ჩათვლით წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ან დარეკოს CESCO-ს კონტაქტ ჰაბის ნომერზე 251 00 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა. ზედა კიდურების არ მქონე ამომრჩევლები არ გადიან მარკირების შემოწმებას და მარკირების პროცედურას. ზედა კიდურების არ მქონე და მხარდამჭერის მიმღები ამომრჩევლები ხმას აძლევენ სხვა პირის დახმარებით. საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მისაწვდომია ჟესტურ ენაზე და აუდიო ფორმატში. რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის ელექტრონული მოწმობა ID ბარათი. მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. რეგისტრატორი ამომრჩევლის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის სამკითხველში, ხოლო პასპორტის შემთხვევაში მონაცემებს შეიყვანს ხელით. ამომრჩევლის მონაცემების დადასტურების შემდგომ რეგისტრატორთან გაიკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის სერა ან საჩვენებელ თითზე. ხელი მოაწერეთ ამობეჭდილ ვერიფიკაციის დამადასტურებელ თვითარს. რეგისტრატორისგან მიიღეთ საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო კონვერტი. სამ სვეტად დაყოფილ საარჩევნო ბიულეტენზე რეგისტრატორის მითითებით სპეციალური მარკერით გააფერადეთ საცდელი წრის შიდა სივრცე. ფარული კენჭისყრის კაბინაში გააფერადეთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრის შიდა სივრცე. უსინათლო ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობენ დამოუკიდებლად, ბიულეტენების შესავსების სპეციალური ჩარჩო ფორმის გამოყენებით. მცირედ მხედველ ამომრჩეველს შეუძლია მოითხოვოს გამადიდებელი ლინზა. შევსებული ბიულეტენი მოათავსეთ სპეციალურ ჩარჩო კონვერტში. კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენი მოათავსეთ ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატში ჩარჩო კონვერტის მეშვეობით ჭრილის საფარის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ბიულეტენი აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, სპეციალური ჩარჩო კონვერტი დადეთ საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და დატოვეთ საარჩევნო უბანი.